Save corner-ი დაბრუნდა სამთვიანი პაუზის შემდგომ. მე ძალიან დიდი ხანი გპირდებოდით ლევანისთან და ჩვენ ტექნიკურ ჯგუფთან ერთად რომ შემოგთავაზებდით action საველე ვიდეოებს და ესეთი სამშენებლო ოდნავ მტრიანი გარემოდან მოგესალმებით აი ამ სამთვიანი პაუზის შემდგომ. ნამდვილად ვფიქრობთ, ეს პაუზა ძალიან დაეხმარა ჩვენს პროექტს, გადაგვეფასებინა ჩვენი განვლილი გზა და კიდევ უფრო საინტერესო კონტენტით დაუბრუნებულიყავით YouTube სივრცეში. მაგრამ გპირდებით რომ პოდკასტების სერია არ გაჩერდება, იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ რომ ის ინფორმაციული შეარინგი, რასაც ჩვენ ვეწეოდით დაახლოებით 1 წლის განმავლობაში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შრომის უსაფრთხოების კულტურის განვითარებისთვის საქართველოში. ახალ სეზონს ვიწყებთ ჩვენი უცვლელი პარტნიორით SavePro-ი. მოგეხსენებათ, რომ SavePro არის პირველი შრომის უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფა საქართველოში. SavePro-ს საშუალებით შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს გვაქვს ის კომფორტი, რომ ბევრად უფრო გავამარტივოთ და გავაციფრულოთ შრომის უსაფრთხოების ის პროცესები, რომლებიც ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია შრომის უსაფრთხოების მართვის პროცედურებში. SavePro-ს დახმარებით არა მარტო დამსაქმებლებს და შრომის უსაფრთხოების მენეჯერებს, არამედ დასაქმებულებსაც ძალიან უმარტივდება შრომის უსაფრთხოების კულტურასთან შეგუება. მოგეხსენებათ, დღევანდელ დროში საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია დაინერგოს შრომის უსაფრთხოების სისტემა აბსოლუტურად ყველა სამუშაო სივრცეში. ამ გზაზე ძალიან კარგ დახმარებას გვიწევს SavePro, რომელიც მეტად უფრო ინტეგრირებულია დასაქმებულების საჭიროებებზე, ვიდრე სხვა ყველა ნაცადი ხერხი, რასაც ჩვენ აქამდე ვიყენებდით. ასევე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო კომპანია Domus, რომელმაც დაგვიტყვა თავის სამშენებლო არეალი, დაგვიდგა გვერდში და მაქსიმალურად ცდილობს იმას, რომ შრომის უსაფრთხოების აი ეს მიმართულება, რომელიც Save Corner-მა SavePro-სთან ერთად დაირჩია, ინფორმაციის შეარინგი, პრაქტიკული დავალებები, პრაქტიკული სავარჯიშოები იყოს ხელმისაწვდომი არა მხოლოდ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის, არამედ ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის, რომელიც ჩართულია შრომით პროცესში. შემთხვევით არ აგვირჩევია დღევანდელი ჩვენი სამუშაო სივრცის მასპინძელი, Domus-ი ძალიან დიდი ხანია უკვე იყენებს SavePro-ს საკუთარ სამუშაო სივრცეში. დღევანდელი კონტენტის მიზანი სწორედ ეს არის. დაგანახოთ უფრო თვალნათლივ SavePro-ს გამოყენება სამუშაო გარემოში, უშუალო საველე პირობებში. დღევანდელი პრაქტიკული სავარჯიშო და საველე მოქმედებები მოიცავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევამოწმოთ პროაქტიულად ამ წამოწყობილობა. მოდი ახლა გადავიდეთ უშუალოდ ამ წესთან, ვაწარმოოთ ჩეკლისტი და შემდგომ უკვე დავიწყოთ ინსპექტირება. დავიწყოთ. გვინდა გაგაცნოთ შრომის უსაფრთხოების მენეჯერი ნიკა ოთარაშვილი, რომელიც დღეს დაგვეხმარება კოშკურ ამწის შემოწმების პროცესში. გამარჯობა ნიკა. მოგესალმებით, მადლობას გიხდით მოგზანებისთვის. თქვენი მაყურებელი ვარ მოკლედ და მოხარულე ვარ თქვენ ახალ კონტენტში ვიღებ მონაწილეობას. ნიკა, როგორც ვიცით, Domus-ში აქტიურად იყენებთ SavePro-ს. რა თქმა უნდა. როგორ შეაფასებდი შრომის უსაფრთხოების მენეჯერის თვალით ამ პროგრამას? ჩემი პირადი გამოცდილებიდან და ჩემი პირადი აზრიდან გამომდინარე, გეტყვით, რომ ძალიან კომფორტულია, დროის ეკონომიას მიკეთებს. ბევრი ფიზიკური არანაირი საბუთი არ მჭირდება, რომ თქვათ პარალელურად ჩემთან ერთად რომ ვატარო და შევავსო. ყველაფერი მაქვს ონლაინ და ყველაფრის შევსება შემიძლია უმოკლეს დროში. აი მე გახსნელი მაქვს შესაბამისი გრაფა, სადაც ვაპირებ, რომ დღეს შენთან ერთად გავიაროთ კოშკურ ამწის ინსპექტირების პროცესი. მოდი სანამ უშუალოდ ჩეკლისტის, ასე ვთქვათ, შედგენას დავიწყებთ, გადავინაცვლოთ ამწის ძირთან, საიდანაც იწყება ხოლმე შემოწმების პროცესი და იქ გავიაროთ უკვე ყველა დეტალი, შევავსოთ ჩეკლისტი, ჩამოვაყალიბოთ და შემდგომ უკვე ავყვეთ ქრონოლოგიურად და ყველა დეტალი ერთად შევამოწმოთ. კი ბატონო. ხელშემიჭირავს ამწის შემოწმების დოკუმენტი, ეს არის ნაწილობრივი შემოწმების დოკუმენტი, რომელიც ერთ-ერთმა ინსპექტირების ორგანომ გააკეთა აღნიშნულ კოშკურ ამწეზე. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამწე ექსპლუატაციაში შესვლამდე სრული ტექნიკური შემოწმება აქვს გავლილი და არის ამის დოკუმენტი, წარმოებლის დოკუმენტთან ერთად, იმის მიუხედავად, რომ წელიწადში ერთხელ გავდის ნაწილობრივ შემოწმებას, პროაქტიული ღონისძიებებიდან გამომდინარე, იმისთვის რომ დავწიოთ ალბათობა უბედური შემთხვევის ამ მომეტებული საფრთხის შემცველ ტექნიკაზე, აუცილებელია ჩეკლისტის დახმარებით განხორციელდეს მინიმუმ ყოველთვიური შემოწმება ამწის მომსახურე პერსონალის მიერ. ამწის მომსახურე პერსონალი SavePro-ს დახმარებით უფრო მარტივად გააკეთებს შემოწმებას, ვიდრე მოძველებული ტრადიციული მეთოდებით, როგორიც არის ფურცელზე ინფორმაციის დაწერა ან ზეპირსიტყვიერად დამახსოვრება. ასე დროს დამეთანხმებით დიდია ცდუნება რაღაც დაგავიწყდეს და შემდგომში შენი შემოწმების დოკუმენტი იყოს დახარვეზებული. ჩვენ უკვე ნიკოლოსთან ერთად გავიარეთ კოშკურ ამწის ჩეკლისტი. ამოვიღეთ რამდენიმე არარელევანტური კითხვა
და დავამატეთ 1. ჩეკლისტის წარმოების დროს შეგვიძლია ჩვეულებრივად კითხვის დამატება და დავამატოთ აღნიშნული შეკითხვა. ანემომეტრი მუშა მდგომარეობაშია თუ არა. და გადავიდეთ მოდი ინსპექტირებაზე. ინსპექტირებისთვის კი მოდი შედარებით უფრო პატარა გაჯეტი გამოვიყენოთ, რადგან შედარებით კომფორტულად მოვახდინოთ ამ წის ინსპექტირება. კომფორტული იქნება. რა თქმა უნდა. ინსპექტირების პროცესის შეტარება. ნიკოლოზ, დავიწყოთ მოდი კოშკურ ამწის ინსპექტირება ქვემოდან, რა თქმა უნდა. პირველი, კოშკურ ამწი არის გამართული და არ აღენიშნება დაზიანებები. რა თქმა უნდა, თვითონ დოკუმენტიც გვიდასტურებს იმას, რომ ამწი არის სრულიად გამართული. რა თქმა უნდა, და ამ ყველაფრის დოკუმენტირება შემდგომ SafePro-ს პლატფორმაზეც ვახდენთ. ამ წის ბეტონის ფუნდამენტი შეესაბამება დიზაინით და სპეციფიკით გათვალისწინებულ ნორმებს. სიმართლე გითხრათ, უფრო მეტიცაა იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეული ჩარჩოები აქვს და ჩვენთან უკვე უშუალოდ შენობის ფუნდამენტშია ჩაყოლებული ეს ყველაფერი. ძალიან კარგი, და 4 მაგად უფრო მდგრადია. იდეალური. კვების წყარო და სადენები არ არის დაზიანებული და შეერთებულია ძალოვან როზეთში. ამას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა იქიდან გამომდინარე, რომ ელექტროშოკთან გვაქვს საქმე, ელექტროობასთან გვაქვს საქმე და მაგასთან ხუმრობა ცხადია. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად ფატალური შედეგით შეიძლება დასრულდეს აღნიშნული. შემდგომი. კვების წყარო და სადენები არ არის დაზიანებული და შეერთებულია ძალოვან როზეთში. როგორც ხედავთ, ამის გარდა კიდე დახურულია და მარტო ელექტრიკოსს აქვს უწვდომა ამ ყველაფერზე. კი ბატონო, შვენიერი. კოშკურ ამწე დამიწებულია და დამიწება არ არის კუსტარულად ჩახსნილი. ყველაფერი აბსოლუტურად განთავსებული აქვს და აქედან მჭიდრო და ერთმანეთთან დაკავშირებული. შესაბამისად, მაგის ალბათობაც არ არის, რომ რამე გაწდეს. ძალიან კარგი. კოშკურ ამწეს პერიოდულად უტარდება ტექნიკური ინსპექტირება და მოიპოვება ამის დამადასტურებელი ჩანაწერები. აღნიშნული ინსპექტირების აქტი ლევანიმ გვაჩვენა, რომ ნაწილობრივი ინსპექტირება ჩატარებული აქვს კოშკურ ამწეს, შესაბამის დოკუმენტირებაც გვაქვს და ძალიან მარტივად შეგვიძლია აღნიშნული დოკუმენტიც აუტვირთოთ SafePro-ს პლატფორმაზე და გქონდეს უკვე იქაც. მოდი ახლა გადავინაცვლოთ უშუალოდ ამ წეზე და მაყურებელს დავანახოთ თუ როგორია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის თვალით დანახული სიმაღლეზე მუშაობა ამ წეზე და ასევე რა თქმა უნდა SafePro-ს ჩეკლისტთან ერთად შევამოწმოთ ამ წის ტექნიკური დეტალები. წავიდეთ. საქართველოს მთავრობის 429 დადგენილების მიხედვით განსაზღვრულია სამუშაო სივრცეში არსებული ამ წის საშუალებების შემოწმების წესი. ამ წეს ექსპლუატაციაში შესვლამდე და შემდგომ 3 წელიწადში ერთხელ უნდა უტარდებოდეს სრული ტექნიკური შემოწმება, ხოლო ყოველ წელიწადში ერთხელ ამ წეებზე ტარდება არასრული შემოწმება. სრული და არასრული შემოწმების გარდა ლევან აუცილებელია, რომ ამ წის მომსახურე პერსონალმა პროაქტიულად შეამოწმოს ამ წის ტექნიკური დეტალები და მოახდინოს შემდგომ მისი დოკუმენტირება, რაც საომავლოდაც გამოადგება, რა თქმა უნდა, კომპანიას, რომელიც ექსპლუირებაში ჩაუშვებს აღნიშნულ ამ წეს. გამეთახოებით მეგობრებო, რომ დღეს ძალიან დიდ გამოწვევას წარმოადგენს ამ წეს საშუალებების შემოწმება, რაც არ უნდა უცნაური იყოს. იქიდან გამომდინარე, რომ დღემდე წერილობით ფორმით ხდება, ხო, ამ ჩეკლისტების შევსება და როგორც წესი ეს ჩეკლისტები ან იკარგება, ან წვიმის დროს ზიანდება, თუ მაგალითად ცუდ პირობებში გვიწევს შემოწმება, ან ზეპირსიტყვიერად იმახსოვრებენ ამ წის მომსახურე პერსონალის წარმომადგენლები და შემდგომ ავიწყდებათ ეს ინფორმაცია. სწორედ ამ ყველაფერში გვეხმარება პირველი შრომის უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფა SafePro, რომელმაც გააციფრულა და გაამარტივა ამ წის როგორც ჩეკლისტის შედგენა, ასევე ამ წის ინსპექტირება. მისი დოკუმენტირება კი ერთ მარტივ პლატფორმაში შეგვიძლია ჩვენ მოვახდინოთ რამდენიმეჯერ, შემდგომ მისი edification-ის საშუალებაც გვაქვს, დადასტურების, დავალებების გაცემის და ასე შემდგომ. კი. ნუ ამის დასამტკიცებლად ამოვედით აქ ზუსტად, თორემ სხვა შემთხვევაში ჩვენ თავად არ გახლავართ კონკრეტული ამ წის მომსახურე პერსონალი, მაგრამ ნიკა დაგვეხმარება, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შემოწმებაში, ამ ყველაფრის დათვალიერებაში, ტელეფონის დახმარებით უმარტივესად არის შესაძლებელი აი ეს პროცესი იმაზე უფრო მარტივი გავხადოთ, მეგობრებო, ვიდრე ამას აკეთებთ თქვენ, ჩვენი მაყურებლები, ვინც ამ ვიდეოს გვიყურებს და არის ამ წის მომსახურე პერსონალი, ან სამუშაო სივრცის ფლობელები, ან უბრალოდ დაინტერესებული პირები. ეხლა პატარა ტრანზიშენი გვექნება და უკვე ჩვენი Insta360 დაგვეხმარება იმ ყველაფრის უკეთ აღქმაში, თუ როგორ ხდება ამ წის ინსპექტირება უშუალოდ სამუშაო პირობებში და საველე მდგომარეობაში, რასაც გვერდებოდით პირადად მე და ლევანი, რა ვიცი, დაახლოებით ერთი 5-6 თვე მაინც, მაგრამ საბოლოოდ მე მჯერა, რომ ისეთი ხარისხი დავდეთ, რომელიც ჯერ საქართველოში შრომის უსაფრთხოების კუთხით არავის არ დაუდია. ნამდვილად ესეა. ნიკოლოზ, მოგესალმები კიდევ ერთხელ. ჩვენ უკვე პირველ სართულზე მშენებლობის დავიწყეთ ამ წის ინსპექტირება. შესაბამისად, მოდი გავაგრძელოთ ნიკა ახლა ჩვენი ჩეკლისტის შევსება. ეს არის ჩვენი პლატფორმა.
SafePro-ს პლატფორმა, რომელიც ტელეფონში იდეალურად არის ინტეგრირებული და შეგვიძლია რომ კომფორტულად ვიმუშაოთ, თუნდაც აი ესეთ საველე მდგომარეობაში, მეგობრებო, როგორ მდგომარეობაში ახლა ჩვენ ვიმყოფებით. მოდი ახლა გავყვეთ ისევე checklist. კოშკურა ამ წე არის გამართული და არ აღენიშნება დაზიანება. რა თქმა უნდა, ეს ვიზუალურად აუცილებლად სანახავია როგორც მაღლა, ასევე დაბლა მთელ სიგრძეზე. იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ სამუშაო პლატფორმა ოპერატორს აქვს მაღლა, აქედან გამომდინარე, სანამ ამოვა თვითონ კაბინამდე საჭიროა გაიაროს ეს მთელი კიბეები. და ეს ყველაფერი ჩვენ დოკუმენტირებული გვაქვს, რა თქმა უნდა. შესაბამისად, მოდი checklist-ში მოვნიშნოთ, რომ კოშკურა ამ წე არის გამართული და არ აღენიშნება დაზიანება. კარგი. შემდეგი არის საპირწონე ტვირთი, სწორად და მყარად არის დამაგრებული. საპირწონე როგორც მოიხსენებათ, ყველაზე უკან არის, ყველაზე უკანაა და ეს ყველაფერი თვითონ ბეტონები რაცა საპირწონე ბეტონები ყველაფერი აბსოლუტურად უნდა იყოს იმდენი რაოდენობის და არ უნდა იყოს დაზიანებული. ამას შეიძლება რაღაცა ჭირდეს თვითონ ფიზიკურად იყოს დაზიანებული და რამეს ჩამოვარდეს. ამ შემთხვევაში როგორც ხედავთ ყველაფერი არის იდეალური და კი ბატონო, საპირწონე ტვირთი უკვე გათვალისწინებულია მწარმოების დოკუმენტაციის უსაფრთხოების ინსტრუქციების კი ბატონო. მიერ. შენიერ. ფიქსაციაა. კი ბატონო. ანუ ნიშნავთ რომ ძალიან კარგია. კი ბატონო, გადატვირთვის სენსორი მუშა მდგომარეობაშია. გადატვირთვის სენსორი თავისთავად მოწმდება თვითონ აწევის პროცესში. როცა აიწევა და კრანს თვითონ არ მოწონს ეს ტვირთი თავისთავად ეგრევე გააჩერებს და მე აქ თავისი სიგნალიზაცია, სიგნალიზაცია, რომლის მიხედვითაც ატყობინებს ყველას, რომ ეს წონა მიუღებელია კონკრეტულ ადგილას. ძალიან კარგი. გორავის სატვირთო ურიკა გამართულია. გორავის სატვირთო ურიკა პირდაპირ ოპერატორს აქვს თვალწინ. შესაბამისად ხდება მისი ახლოდან შემოწმება და შორ შემოწმება. ეს ყველაფერი პირველ რიგში ვიზუალურად მოწმდება, მეორე ელექტრონულად გულისხმობს, შეიძლება თვითონ აქვს საბოლოო მისვლის წერტილი. რის შემდგომაც აუცილებლად უნდა მოხდეს მისი გათიშვა ავტომატურად, ასევე ახლოსაც. და ეს ყველაფერი უნდა იყოს მწყობრში. ძალიან კარგი. შემდეგი სატვირთო ტროსები არის დეფექტების გარეშე და ჩატარებული აქვს რეგულარული ინსპექტირება. რეგულარული ინსპექტირების გარდა კიდე თვითონ ოპერატორიც ამოწევს, იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ სამუშაო პლატფორმასთან ძალიან ახლოსაა, შეუძლია ნებისმიერ დროს გამოვიდეს, ნახოს, შეამოწმოს. ბაგირები ისეთი რაღაცა არის, საკმარისია, რომ ერთი ღერიც რო დააგდეს, უკვე ტვირთამწეობა აკრდება. შესაბამისად, ხვალე ზეგ შეიძლება იყოს რაიმე საფრთხე. რა თქმა უნდა. კარგით, ესეც მოვნიშნოთ, რომ შემოწმებული გვაქვს. უსაფრთხო სამუშაო წონის ინდიკატორი გამართულია. უსაფრთხო სამუშაო წონის ინდიკატორი მაგ ყველაფერს აკონტროლებს თვითონ კომპიუტერი. ამ ყველაფერს ციფრულად გამოვაქვს ეკრანზე, რის მიხედვითაც ოპერატორი ხედავს რა სიშორეზე, რა სიმაღლეზე, ასევე რა წონას ეწევა თვითონ კრანი. კი ბატონო, ამ ყველაფრის დოკუმენტირება ჩვენ უკვე SafePro-ში შეგვიძლია. კი ბატონო. კარგი ნიკოლოზ, გადმოვინაცვლეთ უკვე ოპერატორის კაბინის შემოწმების checklist-ზე. ოპერატორის კაბინა კარგ მდგომარეობაშია, აღჭურვილია საქარე მინით და კომუნიკაციის წყაროდ. როგორც ხედავთ, კაბინა არის კარგ მდგომარეობაში, ყველა საქარე მინა ადგილზეა, საჭირო დროს ოპერატორს როცა დაჭირდება გააღებს, როცა საჭიროა დაკეტავს. კომუნიკაციის წყაროს როგორც ხედავთ, ჩვენთან არის რაცია, ძირითად შემთხვევაში რაციებით ოპერირებენ ამ ყველაფერს. მეორე რაცია არის მეჯალამბარეებთან, საჭირო დროს, საჭირო ტვირთვის ასატანა ყველაფერი ხდება რაციის მეშვეობით. შვენიერი, ესეც გავამწვანეთ. მოვნიშნავთ SafePro-ში. დიახ. ოპერატორის კაბინაში განთავსებულია ცეცხლმაქრე. კი ბატონო, განთავსებულია, ხედავთ 6 კილოგრამიანი ABC კლასის ცეცხლმაქრე. ABC კლასის ცეცხლმაქრეა განთავსებული და კომუნიკაციის წყაროებიც მუშაობს როგორც ახლა. კი ბატონო. დაგვიდასტურა ჩვენმა მეჯალამბარემ. კარგით. შემდეგი არის ანემომეტრი მუშა მდგომარეობაში. როგორც ხედავთ, ანემომეტრი არის მუშა მდგომარეობაში და ნებისმიერი ქარის შემთხვევაში ნელიც კი ყველაფერს აფიქსირებს და ოპერატორს უჩვენებს ეკრანზე. ასევე შესაძლებელია რომ გათიშოს ეს ყველაფერი. ზედმეტი წონის სენსორი მუშა მდგომარეობაში. ეხლავე ზუსტად მაგას ვამოწმებთ, ოპერატორი აწევს, კრანი აწევს რაიმე ტვირთს და ზუსტად მაგასაც დავაკვირდებით. აღნიშნული დეტალიც მუშა მდგომარეობაშია, როგორც მითხარ. კი ბატონო, კი ბატონო. პირველად დახმარების ჩანთა ხელმისაწვდომია კაბინაში. პირველად დახმარების ჩანთა გასანახლებელია და მალე გვექნება ადგილზე. კი ბატონო, ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, იმიტომ რომ SafePro-ს დავალებების მოდული ჩვენ მარტივად შეგვიძლია რომ გავწევთ აღნიშნული დავალება. ძალიან მარტივია. მე უჩითებთ რომ პირველად დახმარების ჩანთა ხელმისაწვდომია კაბინაში. არა.
დარღვევაც გავწერთ, რომ პირველად დახმარების ნაკრების არქონა არის დარღვევა, ხოლო დავალებას გავწერთ, რომ კოშკურ ამწის კაბინა აღიჭუროს პირველადი დახმარების ნაკრებით. აღნიშნული კოშკურ ამწის ინსპექტირება დავასრულეთ, გავწერეთ დავალება ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩემს სახელზე. შემდგომ უკვე გვჭირდება დადასტურება. დავადასტურებთ აღნიშნულ ჩეკლისტს. კი ბატონო, დავნახეთ. მაშინვე მომივიდა SMS-ი. რომ მე მომეწერა ერთი ახალი დავალება SafePro სისტემაში დავალებების სანახავად გთხოვთ შეხვდეთ სისტემაში. გადავალთ აღნიშნულ დავალებების მოდულში. ნახავთ თუ რა დავალება მომეწერა. დღევანდელი თარიღი, დრო, ნიკოლოზ ყოლბაია, პირველი დახმარების ნაკრების არქონა არის დარღვევა და დავალების აღწერაში არის გაწერილი რომ კოშკურ ამწის კაბინა აღიჭუროს პირველი დახმარების ნაკრებით. ჩვენ აუცილებლად ამოვიტანთ პირველი დახმარების ნაკრებს ნიკოლოზ, შესაბამისად აღიჭურვება კაბინა პირველი დახმარების ნაკრებით და უკვე ჩვენ შეგვიძლია რომ დავალებას შესრულებულად ჩავთვალოთ. როგორც უკვე ვნახეთ, მე გავწერე დავალება SafePro-ს ინსპექტირების მოდულიდან, რომ ამწის კაბინა აღჭურვილი იყო პირველადი დახმარების ყუთით. ჩვენ ახლა ზუსტად აი ამ დავალებას შევასრულებთ და შემდგომ განახებთ თუ რა მარტივად შეგვიძლია ეს ყველაფერი დავადასტუროთ უშუალოდ SafePro-ს ინტერფეისში. ლექსო, ცოტა რომ წამომიწიო კაუჭი თუ შეიძლება. ჩაობათ. აღნიშნული დავალება გვაქვს SafePro-ს ინტერფეისში. დავალების შემქმნელი, დავალების ადრესატი, აღწერა, კომენტარი. შემდგომ გადავდივართ უკვე დავალების შესრულებაში. აირჩიეთ სურათი და გადავუღებთ ფოტოს. პირველად დახმარების ყუთი მიწოდებული. შემდგომ უკვე დავალების შესრულებას დავაწვევთ. შესრულების დამოწმება. აღნიშნულ გადაწყვეტილებაშიც. და უკვე გამოჩნდა ჩვენი შესრულებული დავალება SafePro-ს ინტერფეისში.